მობრძანდი ძმაო. რა იყო? არ გველაპარაკები? არც კი გვიყურებ. კარგი, მაშინ მისმინე. ამბავი მოგიტანე. ჯანან დემიროღლუ მოკლეს, სუხვარ. ასე ნომიყურებ, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. მაგრამ არც ის არ ვიცით ვინ გააკეთა. რა თქმა უნდა პირველ რიგში ოსტატი დააკავეს, მაგრამ ამ საქმეს გავავკევთ. რაც შეგეხება შენ. რა თქმა უნდა მოკლა, მაგრამ ეს ლამაზად უნდა გავაკეთოთ. კარგად დაფიქრდი. შენს ახალგაზრდობას ნუ დაღუპავ. კარგი. როგორც გინდა. შენ აქ დარჩი, ყურადღებით იყავი, არ მოშორდე მას. შენ ჩემთან ერთად წამოხო. კარგი ძმაო. რატომ მოკალის ქალი? არავინ არ მომიკლავს. გეყოფა. ასე არა? რა გავაკეთოთ? მაშინ ასე ვქნათ. აქედან ერთი არჩი. არჩი. კარგი დამევარდე, თვითონ ავარჩევ. შეხედე რა წერია. ჯანან დემიროღლუ. ბოლოს ვის შეხვდა? შენ. იმ გალს ამოკრებოდი. ცოტა ველაპარაკე, ამაში გეთანხმები, მაგრამ არავინ არ მომიკლავს. როგორც ხვდებით, ჩემი სინდისი სუფთაა. ეს ასეა. ეჭვი არ მეპარება ამაში. თქვენ შორის ბევრი რამ მოხდა, ემუქრებოდი. იმდენი რაღაც გაუკეთე იმ ქალს და მის ოჯახს, მაგრამ არ მოგიკლავს. არა, ის არ მოგიკლავს. ის კაცი უკვე წლებია გვაწუხებს, კომისარო. ჩემი დის ნიშნობაზე შემოვარდა, ჩემს ქორწილშიც მოვიდა. მითხრა ერთხელ პირდაპირ შუქში გესვრიო, ღმერთმა დასწრებოს. ჯობდა ჩემთვის ესროლა. და არა დედა ჩემისთვის. ნაბიჯვარი. ძმა აზის ეს არ გაუკეთებია. როგორ შეგიძლია ასეთი დარწმუნებული იყო ამაში? ის მამაცი კაცია. შემიძლია პასუხისგებელი ვიყო მისი სიმამაცის და პატიოსნების. სიმამაცით ვერაფერს დაამტკიცებ. იმ მომენტში მასთან ერთად იყო. ის გვერდით არ ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს პატარა მტკიცებულებაც კი რომ დამნაშავეა. ძმა აზიზი ადამიანია, რომელმაც იცის რას აკეთებს და ყველა თავის ნაბიჯზე შეუძლია პასუხი აგოს. მსგავს არაფერს ჩაიდენს. დარწმუნებული ვარ, რომ ის სინდისი სუფთაა. შვიდად ელოდება აქედან გასვლას როდის შეძლებს. გარდაცვლილთან კარგი ურთიერთობა არ მქონია. რაღაც უთანხმოებები იყო, ამას ვაღიარებ. მაგრამ ჩემს კოდექსში წერია, რომ არ შეიძლება ქალის. რა კოდექსი? შენი კოდექსის წესები აქ არ მოქმედებს. ამ კედლებში მხოლოდ ჩვენი წესები მოქმედებს. თქვენს კითხვებზე ნორმალურად გცემთ პასუხს. რამის რომ მე შინოდეს არ დავუშვებდი იმას, რომ ხელბურკილები დაგედოთ ჩემთვის, როცა ჩემს სახლში მოხვედით. აზის ტოპრაკ. აღიარე უკვე. ვინაიდან სიმართლე ვიცი, ჩემი სინდისი სუფთაა. მეც ჩემგან ვერაფერ შეიტყობთ. წვია, რომელიც ქალის სხეულიდან ამოიღეს, იცი რომელი იარაღიდან არის? იმ იარაღიდან, რომელიც ჩემს სახელზეა დარეგისტრირებული. მოწმეც არსებობს. აბა ახლა რა სიტყვი? იარაღი თან გაქვს? გამომართვი. ვინ იცის დემიროღლუ რას აპირებს?
ო, შენი სიტყვები ჰაერში ნასროლი ჩიტოდ გადაიქცნენ და გაფრინდნენ აზის ტოპრაკ. წუხვარ. ახლა შენი ბედი სასამართლოში გადაწყდება. გაუშვით, გთხოვთ, სად მიყავთ? ნუ ტირი. თავი ამაყადაწე. არ გაბედო და არ დახარო. სიმართლე აუცილებლად გაერკვევა. შეხედე რა მშვიდად არის, ახლა ჭკუიდან შევიშლები. არი ნერვიულო, ისე დაიტანჯება როგორც ჩვენ. ციხეში დალპება. არი დარდო. ჩემო ლამაზო შვილო. ნუ გეშინია. ეს ცუდი დღეები აუცილებლად შეაივლის. საერთოდ არ მაშინია. არა. ის ყოველთვის მე მისავდა. ჩემი მეგობარი იყო. ახლა ის შენ დაგიცავს. კარგად მოუვარე, კარგი. ის შენ დაგიცავს. შენ კი მას. არ გაბედო ჰაზალ. ამ კაცის გამო ერთიც რომელიც არ ჩამოაგდო. დაივიწყე. შენში მისი პატარა ნაწილიც კი არ დარჩება, არ გაბედო. მელეკ. ჩვენს შვილს კარგად მოუვარე. დედა ჩემს ასე როგორ მოეკეცი? როგორ? გამეშვით. გეგონა ასე უბრალოდ შეაივლე და აზის ტოპრაკ. დამშვიდდი, ასე დაბრმავდი სიმწრისაგან. შეცდომას უშვებ ლურა. შეცდომას უშვებ. ჩემს წინაშე დედა ჩემის მკვლელს იცავ. ორი ომშონილად ვიცით რომ ეს აზრის არ ჩაუდენია. ვიცებულება თუ გაქვს მითხარი. სიმართლე ერთხელაც გაერკვევა და შენ საქციელს ძალიან ინანებ. არ შეგწვება და იმის თქმას გაბედავ. ბოდიში მოუხადეო. საჭირო თუ გახდება ამასაც იზამ. ახლა უდანაშაულო ადამიანს ხელბორკილი დაადეს. თუ უდანაშაულო აქ რატომ არის? შენ ნოერევი ჰაზალ. ყველა ვინც იმსახურებს ციხეში რომ იჯდეს. მაშინ შენ აქ არ იდგებოდი. რას ამბობ? ამით რის თქმა გინდა? ახლა ამის დროა? შენი როდის რის თქმას მინდა? კენან. ვილაპარაკოთ. საერთოდ ვერ ხვდები მტკიცებულებების გარეშე როგორ დააკავეს. საქმეს არ იძიებენ, ყველაფერი ასე როგორ ხდება. იმის ალბათობა არ არის, რომ ეს შეიძლება სხვას გაეკეთებინა. დამშვიდი, ბიჭო. ძმაო, როგორ დამშვიდე? ციხეში ჩასვენა მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულოა. ხმაურს ნუ აყვებით. ეს ყველაფერი ცოტა არეულია, კენან, ცოტა ხნის წინ ადვოკატს ველაპარაკე. იარაღი, რომლითაც ის როლეს ოსტატზეა დარეგისტრირებული. რას ამბობ, ძმაო? ასეა. ახლა ის პოლიციელებს აქვთ. არის რამე, რაც არ ვიცი. ის არის, რაც ყველამ ვიცით, კენან. ბოლო ადამიანი, ვისაც ოსტატმა იარაღი მისცა, შენი ძმა იყო. აჰმედი.
კარგი, მაგრამ ახმედს რა საქმე ჰქონდა ჯანან დემიროღლუსთან? ის ამას არ იზამდა. ეს შეუძლებელია, ახმედი ამას არ იზამდა, ვერ იზამდა. აქ რაღაც სხვა ხდება. არც მეთქვამს, რომ ახმედმა გააკეთა ბიჭო. მაგრამ აქ რაღაც ხდება. ვერ გავარკვიე. კენან. სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკოთ ახმედს. თორემ მოსტაც ვეღარასდროს გამოვიყვან ციხიდან. სერიალს წარმოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებული აჭარა.com-ის მიერ. შეგიძლია წყალი მომაწოდო. მას არაფერი გაუკეთებია. ვიცი, ის გამოვა თავისუფლებაზე. ის თავს დააღწევს. თავს დააღწევს და დაგვიბრუნდება. მოვა, დედა, მოვა. მოვა. ერთი ოჯახი ვიქნებით. ყველა ერთად ვიქნებით. მეშინია. რომ არ დაბრუნდეს? თუ ვერ დაბრუნდება? დედა, ასე ნუ ამბობ, გთხოვ. რა მეშველება? რა მეშველება თუ კიდევ ერთხელ დავკარგავ? როგორ მოვიქცე? გამოსავალს ვიპოვით. იქიდან გამოვიყვანთ. გავგიჟდები ახლა. მითხარი, რა შეგჭირდებოდა იარაღი? მითხარი ძმაო. კენან, მე. რა, შენ, რა? ახლა გავგიჟდები. გეუბნები, მიპასუხე. ძმა აზიზი დააკავეს, ციხეში ჩასვამენ, მიპასუხე. მიპასუხე. კარგი, კარგი, მოგიყვები. იარაღი დავკარგე. გასაგებია? დავკარგე. მერე შემეშინდა. შიშის გამო ვერავის ვერ მოუყევი ამის შესახებ, შეგეშინდა. რა შიშზე მელაპარაკები? გეუბნები, ამ იარაღით ადამიანი მოკლეს. ვერავის ვერ მოუყევი, საიდან უნდა მცოდნო და ასე რომ მოხდებოდა. შემეშინდა. რწმენოდა. არ მინდოდა ჩემზე რომ ეთქვათ. იარაღსაც ვერ მიხედავ, რომ არ ელაპარაკათ. ძალიან შემრცხო. არალოგიკურია. კარგი, მაშინ მითხარი. იარაღი რომ დაკარგე, არ გიფიქრია რომ უნდა მოგეძებნა. მკვლელობის დროს სად იყავი? ვისთან ერთად იყავი? ჩემთან ერთად იყო. ჩემო პრინცესა. როგორ ხარ?
ეს რა არის ირმაკ? სად მიდიხარ? მივდივარ ძმაო. მე და კენანი დავქორწინდით. რა? რას ნიშნავს დაქორწინდით? მე შენ რა გითხარი? ძმაო, გთხოვ. შენ დამპირდი რომ ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებდი და გავიწყდა? ეს მაშინ გითხარი იმისთვის რომ შემეჩერებინე როცა შეცდომას უშვებდი. ამიტომ ჩუმად ვიყავი. ვიცოდი რომ გეწყინებოდა. ამ კაცს სხვა მიზეზები აქვს. რა უნდა გავაკეთო ამას რომ მიხვდე? ძმაო, გთხოვ. ისმინე კომპანიის პარტნიორი მხოლოდ იმისთვის გახდა რომ შური იძიოს. ის ჩვენი მტრის მეგობარი გახდა. ეს ხომ სიმართლეა? მითხარ. ძმაო, დავარს კი პასუხობ. ერთი წუთითაც არ ჯერა მისი სიყვარულის. გეყოფა. საკმარისია, გაიგე. გაჩვენდი. იმ დონემდე მიყვარს რომ ჩემთვის სულ ერთია რა გააკეთა და ვის გამო. იცი ეს რა არის? ეს იმისთვის არის რომ კიდევ ერთი ზედმეტი დღე ვიცოცხლო. გაიგე? ბევრი დრო არ მაქვს. შენ რას აკეთებ ამ სახლში, კენან? აჰმედს ნუაწვევი. იმ დღეს ჩემთან ერთად იყო. სანაპიროზე ვიყავით ერთად. რეებს ლაპარაკობს. სიმართლეს ამბობს. სანაპიროზე ვიყავით. ცოტა ხანი ვიჯექით. ერთად რას აკეთებდით სანაპიროზე? ახსნა განმარტებას ითხოვ? ო, ვითხოვ. ჩემ ძმასთან ერთად რა გინდოდა? რა სარგებელი გინდა მისგან? რა სარგებელი უნდა იყოს? მე და აჰმედმა გადავწყვიტეთ გვეცადა. ასე თუ ისე ორივე ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ. ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენ გვეხება. რაც გინდათ ის გიქნიათ. ის იარაღი შენ თუ მოგანდეს. ვინაიდან ის შენ დაკარგე შენ უნდა იპოვო. იმას იპოვი ვინც ეს ჩაიდინა. ძმა აზიზის უდანაშაულობას დაამტკიცებ და სახლში დაბრუნდება. რას ნიშნავს ბევრი დრო არ გაქვს? ძმაო, კვდები. შეიძლება ერთი თვე, შეიძლება ერთი წელი. არ ვიცი რამდენი დამრჩა. შეუძლებელია. შეუძლებელია. ამას არ დაუშვებ. თუ საჭირო გახდება, საუკეთესო ექიმებს მოვძებნით. თუ საჭირო გახდება. თუ საჭირო გახდება. იქ წაგიყვან სადაც საჭიროა. ძმაო, გთხოვ, არავის არ უთხრა. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო. შენი აზრით დედას არ უცდია? მაგრამ არანაირი გამოსავალი არ არის. არც წამლები, არც მკურნალობა. ბოლო დღეებში კენანის გარდა სხვა ვერავინ დამეხმარება. დაიკო. სულ ასე ჩამეხუდე. არ მიმატოვო. დავიღალე უკვე და სვენება მჭირდება. აქ მაინც დარჩი. ეს მაინც გააკეთე ჩემთვის. და კენანი? მის გარეშე ვერ შევძლებ. მასაც გადაეციეს. აქ იცხოვრეთ, ერთად. ისმენ ირმაკ. სიყვარულო. ძმას უთხარი რომ დავქორწინდით. ხომ არ გაწყენინა? არა, არ ინერვიულო. არანაირი პრობლემა არ არის. დაეთანხმა კიდეც. ისიც თქვა აქ იცხოვრეთო. კენან. ისედაც ავად ვარ. იქნება არღის ყველაფრის არევა, არ შეიძლება აქ დავრჩეთ. საყვარელო, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე. ვიცი, ძმის რეაგირების გამო არ გინდოდა აქ დარჩენა. მაგრამ ყველაფერი მოგვარდა. მხოლოდ ამას გთხოვ. გთხოვ, ბარგი ჩაალაგე და მოდი. მით უმეტეს ხომ იცი რომ ავად ვარ. აქ ბევრი ხალხია.
შენს არ ყოფნაში რამე რომ შემემთხოს, ისინი მომივლიან. კარგი საყვარელო, ისე იყოს როგორც შენ გინდა. შენი ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგი სიყვარულო. აბა რა შრობიცო ლუკა? შენთვის კარგი ამბები მაქვს. ირმაკი და კენანი დაქორწინდნენ. თუ არ გაგიხარდა? არა. სხვა დროს სხვანაირი რეაგირება გქონდა, ახლა კი იღიმი. ამიერიდან შენი აღარ მესმის. დავრამ შვიდად აღიქვამ იმას, რომ ვამბობ, რომ არაფერს არ ვაკეთებ. ესეც შენი გეგმის ნაწილია? სისულელეს ნუ ამბობ, ამის განასარგებელი უნდა მივიღო. კენანი ამიერიდან ამ სახლში ცხოვრობს. ამიტომაც როგორც სახლის უფროსი ყურადღებით უნდა იყოს შენი ქცევების მიმართ. ნუ მაფრთხილებ, ისედაც ვიცი. კარგი მაშინ, დღეს საღამოს ოჯახური ვახშამი იქნება. საჭმელი შენ მოამზადე. გვაჩვენე რა შეგიძლია, როგორც კარგი ცოლი. მე? და ვინ სამზარეულოშია ისინი? ისინიც დაგეხმარებიან. სანამ დამავიწყდა, სარმა მიყვარს და ნამსხვარი. გამოდის რომ ახლა ამ სახლში იცხოვრებ? მე და ირმაკი. ვიცი. იმედი მაქვს ძალიან ბედნიერები იქნებით. მამა ჩემმა მომცა ეს. ხელში რომ მეჭიროს, როცა რთულ მდგომარეობაში მოვხდები. წლები ულიდა და ინახავდა მას. ახლა ვინ დაიცავს მამას კენან? შვილების სიყვარული მამების მიმართ ლეგენდა ხდებოდა. ეს შეამჩნია. გულში დიდი ხანია ძმა აზიზი ისე მიიღე როგორც მამა. ხო. მაგრამ ვიპოვე და ისევ დავკარგე. კენან, გთხოვ, რამე გააკეთე. მამა გადაარჩინე. ასე არ დავტოვებ მარტოს, უდანაშაულოს. გიფიცები, რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. გწინდი სიმგენჯნის, სულში კატები მკაწრავენ. ეს შენი ბრალი არ არის. შენი სინდისი სუფთა უნდა იყოს. ეს ყველაფერი ურალის გამო დაიწყო. რა შეიცვლება? იმ დროს, როცა მკვლელი გარეთ დადის, მამა ჩემი ციხეშია. იქ ხომ მივედი, ვუთხარი, გაიქეცი მეთქი. ვერაფერი გავაკეთე, რომ მახსენდება სუნთქვა მიჭირს. მისი უზარმაზარი ვალი მაქვს. სიცოცხლით უნდა გადავუხადო. ორი ზღვის ნაპირიც რომ გაერთიანდეს, კვლელს მაინც ვიპოვი. არ დავუშვებ ძმა აზიზი ციხეში რომ უპებოდეს. არი ნერვიულო. ქალბატონო ჰაზალ, კარგად ხართ? ხო, კარგად ვარ. არი ნერვიულა. სამზარეულოში წავიდეთ, ბევრი საქმე გვაქვს. კარგი.
კარგად გემუშავია, ცოლო. მადლობა. ეს თეფშები საიდან? სერვისი გამოიძახე? ნუ ბრაზდები, ვიხუმრე. გამარჯობა. შენ რას აკეთებ აქ საერთოდ? არ ენერვიულა. საცხოვრებლად არ მოსულ ვარ. უბრალოდ ვახშამზე მოვედი. მე დავპატიჟე. მინდოდა მთელი ოჯახი ერთად ყოფილიყავით. ჩემთვისაც გეკითხა. ხედავ? ოჯახის წევრი აღარ გონი ვარ. მე კი პირიქით, ყოველთვის ჩემი დის გვერდით ვცდილობ ყოფნას. შენ ცდილობ ჩემს ხარდაჭერას. ბრავო, მართლა ბრავო. თავარია ჩემს გარშემო ნუიტრიალებ. როგორც ვხედავ, ესეთი ურთიერთობა აღარ გაქვთ, როგორც ადრე. იმის შემდეგ, რაც გაიგო, რომ აზიზი მამამისია, ასე რეაგირებს ჩემზე. ხდება ასე დებს შორის. მოაგვარებთ. შენ უნდა მოაგვარო. მობრძანდი, ებრუ. მადლობა. გამარჯობა. გილოცავ, ირმაკ. ძალიან გამიხარდა. ჩვენთვისაც გეთქვათ, თქვენს გვერდით ვიქნებოდით. სინამდვილეში გვინდოდა თქმა, მაგრამ ამ წუხარების გამო რაც მოხდა, არავის შეწუხება არ გვინდოდა. ხავთ, არ გეწყინოთ. ჩვენთვის ეს უბრალოდ ფორმალობა იყო. გადაწყვეტილების მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელის მოწერა. მესმის. მაგრამ მინდოდა შენი ბედნიერების მოწმე ყოფილიყავი. მით უმეტეს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არ ვარ. ვიცი, რომ შენს მხარეს ვიყავი. არ ინერვიულო. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ჩემი პრინცესის ბედნიერება. სხვათა შორის ხვალ ადვოკატი მოვა. დედას ანდერძი უნდა წაგვიკითხოს. ყველა ოჯახის წევრი აქ უნდა იყოს. ახლა კი მაგიდასთან დავსხდეთ. მელეკ. შვილო, არაფერი გიჭამია. ვერ ვჭამ. არ ვიცი რა გავაკეთო. სანამ ხალილთან განქორწინებაზე ვფიქრობდი, ეს პრობლემა გაჩნდა. აზიზთან. სიყვარულს თავისი გამოცდები აქვს. არ შეგეშინდეს. იმათ, ვინც აზიზს დააბრალა, ღმერთი სამაგიეროს გადაუხდის, ნახავ. და ის ხალილი, ასეა თუ ისე დათანხმდება განქორწინებაზე. ეს ყველაფერი ჩემმა ცოლმა მოამზადა. მართლა, დიდი მადლობა. ბევრი რაღაცები მოგიბზადებია. არაფრის, მე სიამოვნა ამის გაკეთება. მართლა ძალიან გემრიელად გამოიყურება. ჯანმრთელობა შენს ხელებს ხაზალ. საყვარელო, შენი ხელების გემო თითქოს საჭმელზე გადავიდა. სარმა ძალიან გემრიელია. მაშინ კიდევ დაგიდებ ცოტას. სიყვარულო, ნამცხვარიც არის. შენ გიყვარ ძალიან. ნასიც აკეთებდა ასეთ კერძებს და საუბრობდა. მართლა, გამოდის რომ როგორც გარეგნობით, ასევე ხასიათითაც ვგავართ. მაპატიეთ, წამომცდა. საყვარელო, ნასის შესახებ საუბრები არ მაწუხებს. ჩემი ქმრის როგორც ახლანდელი, ასევე წარსულიც მაინტერესებს. ხავთ, ყველა მიცოდეს ეს.
უკვე გითხარი, წარსულში განსაკუთრებული არაფერი მაქვს. ირმაკ, რადგან კენანის გადმოვიდა, რამე ხომ არ გჭირდებათ. მადლობა, რომ ჩვენზე ზრუნავთ, მაგრამ არაფერი არ გჭირდება. ხულასია საყვარელო. მადლობა ყურადღებისთვის. ირმაკ, კენან, განგრძელებ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ. იმედი მაქვს მართლა ბედნიერები იქნებით. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებული აჭარა.net.com-ის მიერ. თქვენ რომ გიყურებთ, მეც დაქორწინებაზე ვფიქრობ. დედაც აქ რომ ყოფილიყო დღეს. არ ინერვიულო საყვარელო. ის ზემოდან გვიყურებს. ამაში დარწმუნებული იყავი. შეიძლება დედა აქ არ არის, მაგრამ ყოველთვის შენს გვერდით ვარ, ჩემო პრინცესა. დედა უსებ გარდაიცვალა. მადლობა ღმერთს დამნაშავე დააკავეს. როგორც ამ ოჯახის უფროსი არ მინდა ამ მაგიდასთან ცუდი ელაპარაკო. რა თქმა უნდა, ძმაო, როგორც გვიბრძანეთ. ისედაც მაშინ ამოვიღოთ ხმას, როცა შენ მოგესურვება. დედის გარდაცვალების შესახებაც კი. თქვენის ნებართვით. ბევრი ვჭამე. მეც წავალ ასე ჯობს. გემრიელად მიერთვით. როგორც ხედავ, ამ ოჯახის წევრად ყოფნა ადვილი არ არის. იმედი მაქვს, როგორც დემიროღლუს ოჯახს შეეფერება, ისე მოიქცევი. ანუ ახლა კარგ მხარეს აირჩევ. ეჭვიც არ შეგეპაროს. გენდი ამაყად ვიდექი ფეხზე. და ახლა მხარე, რომელიც ავირჩიე, ძალიან კარგია. არი დარდო. აქ რას აკეთებ? ხელი გამიშვი, რას მეკითხები? მისმინე, რომ მეთამაშები. ჩემი ძმის გვერდით რას აკეთებდი? შენი აზრით უბლებას მოგცემ ჩემი ძმის გრძნობებზე ითამაშო. ისე როგორ შენ თამაშობ ირმაკის გრძნობებზე? სიტყვებს დაუკვირდი, ირმაკის სახელს ნუ ამბობ. ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებისგან თავი შორს დაეჯირე. გარდა ამისა, ჩვენ ერთნაირები ვართ. შენს თავში მე ნუ გეშლები. შენ შენს გზას აგრძელებ, კარგი ადამიანი ხდები. მაგრამ როცა მე ვაკეთებ ამას, ცუდი ხდები? მითხარი. ჩემს კბენას ნუ ცდილობ. არც ესე დიდი ხნის წინ მომიყევე, ჩემს წინაშე იდექი და მეუბნევოდი, ურალი რომ გიყვარს. როგორ მოხდა, რომ გადაწყვიტე ჩემი ძმისთვის შანსი მიგეცა? დავიღალე, გესმის? დავიღალე. ცალმხრივი სიყვარულით დავიღალე. მეც მინდა ბედნიერი რომ ვიყო. ოჯახის შექმნა მინდა. ეს დანაშაულია? შენი საერთოდ არ მჯერა. კარგი, ასე იყოს. მაგრამ კიდევ ერთ შეცდომას მაინც თუ დაუშვებ, გეფიცები. შენ სწრამლებს აღარ შევხედავ. ეს არ დაგავიწყდეს. გენჯერ, ბატონო ვურალ, ზუხარ.
ვერ ვიჯერებ, ეს როგორ მოხდა? კარგი დაივიწყე. რატომ გამოგიშვეს? არ გამომიშვეს, გავიპარე. როგორ გაიპარე? თვალს არ გადავნებდნენ? კი, მაგრამ მოვაგვარე. მოვყევი. არა, არ მომიყოლია. არაფერი არ მოგიყოლია. ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი არ მომიყოლია. თუ ასეა, რატომ არ მოკლეს? ბატონო ვურალ, ვერ ხედავთ სახე როგორ მდგომარეობაში მოქვს. კარგი. ყველაფერი გადალახე. ჭირდები. ეს საქმე ხვალ უნდა მოვაგვაროთ. მისმინე ჟალე ჯერ კიდევ აქ არის. ის ქალი შენთვისაც და ჩემთვისაც პრობლემა იქნება. გაიგე? გავიგე. აზის ტოპრაკი ციხეშია. ის მოვიშორეთ, მაგრამ სანამ ჟალე სადღაც დადის ვერ მოვისვენებთ. ეს საქმე უნდა მოვაგვარო. კარგით, ბატონო ვურალ. შენს ქცევებს როგორ ამიხსნი? გაგიჟდი? რაზე ლაპარაკობ, არ მესმის. როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო? რა ცდილობ? მითხარი, ხაზა? არაფერს. თავი ვერ შევიკავე, როცა ვურალი ასეთ მდგომარეობაში დავინახე. რა? შენი არ მჯერა? მისმინე, არ მინდა რომ საფრთხეში იყო, რაც მოხდა იმის გამო. გინდა გჯეროდეს, გინდა არა. რაც გითხარი, ყველაფერი სიმართლეა. მით უმეტეს არანაირი საფრთხე არ არსებობს. თვალებში შემომხედა რომ დაგიჯერო. სიმართლეს რომ ამბობენ. გაიმეორე. მას ის შესახებ თემას რატომ ხურავ? იმიტომ რომ შენს ქმარს არ ეწყინოს, არა? ქმრის ბედნიერებისთვის. ასე გაწყობს? იმის მაგივრად რომ მე მაქცევდე ყურადღებას, ჯობ შენ ცოლს მიხედავ. გუშინ ძალიან მთვრალი ვიყავი. ანუ? ფიქრები ამერია. რაღაცებს ვერ ვიხსენებ. არ გახსოვს? კარგი, მაშინ შენს მეხსიერებას აღვადგენ. ხმა და ბლა ილაპარაკებთ ხო? შენი ცოლის თუ გეშინია, გუშინ ღამე ჩემთან ერთად რატომ იყავე? რატომ მაკოცე? ანუ ჩვენ? ხო. მისმინე. ყველაფერი რაც გუშინ ჩვენ შორის იყო, ჩვენს შორის დარჩება. არავის არაფერს არ ეტყვი, გაიგე? შენ თუ დაივიწყე, მეც დავივიწყე.